მოგესალმებით, ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ბოიკოტის შესახებ, თუ რა ფენომენია, რა შედეგები მოუტანია ამა თუ იმ ბოიკოტს ხელისუფლებისთვის ან ოპოზიციისთვის. დღეს ეს თემა ჩვენთანაც აქტუალურია, რადგან 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც გაიმართა 1 ოქტომბერს, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის არის გამარჯვებული, ამას არ ეთანხმება ოპოზიცია და ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, არ შედიან პარლამენტში, მანდატებზე ამბობენ უარს და საიტავა და როგორ წავა პოლიტიკური პროცესები ამის მოლოდინში ვიმყოფებით. თუმცა არსებობს კვლევა, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩაატარა, მეთიუ ფრენკელმა, მან გამოიკვლია 1999 წლიდან 2009 წლამდე ისტორიები, ბოიკოტის ისტორიები, როდესაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, მათი შინაარსიც ის იყო, რომ ისინიც არ ეთანხმებოდნენ არჩევნების შედეგებს, ზოგადად გამართულ არჩევნებს, როდესაც არათანაბარ მდგომარეობაში უწევდათ მონაწილეობის მიღება და მეორე მათი მიზანი იყო ის, რომ მიექციათ საერთაშორისოების ყურადღება, რათა დადგომოდნენ გვერდით და მეტი დემოკრატიული პროცესები ყოფილიყო მათ ქვეყანაში. თუმცა ამას შედეგები დიდად არ გამოუღიათ, მაგალითად მოყავს აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებს 2003 წელს, როდესაც ალიევი გახდა პრეზიდენტი, მაშინაც ოპოზიცია გამოსული იყო გარეთ, აწყობდა საპროტესტო აქციებს, გამოაცხადა ბოიკოტი, არ მიუღია მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლეგიტიმურად ცნო ეს არჩევნები, მიულოცა პრეზიდენტად გახდომა ბატონ ალიევს და მოკლედ არ დაუდგა საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციას გვერდით. ამით რა თქმა უნდა დაზარალდა ოპოზიცია, მათ სავარაუდოდ ხმები დაკარგეს პარლამენტში, რაღაც ძალაუფლება ოდნავი მაინც შეეძლოთ მოიპოვებიათ და ვერ მოიპოვეს და ითვლება, რომ უგუნური გადაწყვეტილება მიიღეს. ასეთივე უგუნური გადაწყვეტილებად ითვლება უგო ჩავესის მართლობის გახანგრძლივება, როდესაც 2004-2005 წლებში ვენესუელაში ოპოზიციამ რიგი ბოიკოტები, უაზრო ბოიკოტები ჩაატარა, რითაც უფრო და უფრო გამაგრდა და ძალაუფლება მოიპოვა და მოიხოჭა უგო ჩავესის მხარდამჭერებმა და იქაც მით უმეტეს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, მაჩვენებელი ყავთ ოპოზიციას დაახლოებით 40-დან 55%-მდე ყოველთვის იმარჯვებდნენ ყველა არჩევნებში, აი ესე ბოიკოტი გამოაცხადეს, არ შევიდნენ პარლამენტში, არც სხვა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და უგო ჩავესმა აი ამ პერიოდით ისარგებლა და საერთოდ გააუქმა ვადები საპრეზიდენტო მმართველობის. აქაც დაზარალდა ოპოზიცია. ასევე დაზარალდა 1999 წელს ლიბანში ოპოზიცია, ქრისტიანული პარტია იყო, სახელი დამავიწყდა, გამახსენდება, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა მუსლიმ პარტიებს და იფიქრა, რომ დააზარალებდა, არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, სამაგიეროდ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს რადიკალურმა ისლამურმა პარტიებმა, მათ ეხა ჰეზბოლა ქვია და აი ეს ქრისტიანული პარტია დარჩა გარეთ და ესენი შევიდნენ პარლამენტში და აიღეს ძალაუფლება. ზოგადად ითვლება და ყველა, ესე ვთქვათ, კვლევარი ამტკიცებს იმას, რომ თუნდაც მცირეოდენი ძალაუფლების ან რაღაც თანამდებობის ხელში აღებაც გამარჯვებაა და აუცილებლად უნდა მიიღოს ის ოპოზიციამ და აი ესეთ ბოიკოტურ მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდეს მით უმეტეს თუ მას 20-40% მოპოვება შეუძლია ძალაუფლების და შესვლა შეუძლია აი ამ რაოდენობით პარლამენტში. თუმცა არის დაახლოებით
4-5% აი ამ ბოიკოტების, როდესაც ესე თქვათ ამართლებს, მაგრამ ამ დროს წინაპირობა არის ის, რომ მთელი საზოგადოება შეგუებულია ცვლილებებს, ანუ დიდი პროცენტია ოპოზიციის მხარდამჭერების და აქ უბრალოდ ხელისუფლება რისკავს და ძალიან დავარდნილი რეიტინგით მაიმუნობს და აყალბებს არჩევნებს, ხოლო ამას ყოველთვის მერე მოყვება მასობრივი გამოსვლები, რომლის ინიციატორიც, რა თქმა უნდა, გამარჯვებული პარტიის წევრი აკეთებს და უბრალოდ აჩქარებს პროცესებს, რათა დროულად გადაიბაროს ხელისუფლება და დროულად მართოს ის ქვეყანა, რომელშიც იგი არის გამარჯვებული. კიდევ არის, ხო, სიკეთე მოაქვს კიდევ ბოიკოტს, ოღონდ სწრაფად ესე თქვათ ოპოზიცია ვერ ახერხებს და ჩვენ ვისაუბრეთ უკვე, რომ ბევრ შემთხვევაში ბოიკოტს ოპოზიციისთვის არ აქვს ესე თქვათ მათთვის სასურველი შედეგები, თუმცა დემოკრატიისთვის აქვს სასურველი შედეგები, იმიტომ რომ შემდგომი არჩევნები, როდესაც ამ ქვეყანაში ტარდება, მით უმეტეს აი ჩვენაირ ჰიბრიდულ ქვეყნებში თუ ხდება ეს მოვლენები, შემდგომი არჩევნები უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ის არჩევნები, რომელ არჩევნებსაც ბოიკოტს უცხადებდა ოპოზიცია. ანუ დემოკრატიის განვითარებისთვის კარგია, ხოლო ოპოზიციისთვის ცუდია, რადგან ისინი ფაქტიურად ცარიელი ხელებით რჩებიან და არანაირ ძალაუფლება უკვე აღარ გააჩნიათ, რაც იწვევს იმას, რომ ისინი კარგავენ თავიანთ მხარდამჭერებს და ამაში თვითონ ხელისუფლებაც იღებს მონაწილეობას, იწყებს ოპოზიციის გამარგინალიზებას და თავიანთი მხარდამჭერების ესე თქვათ მობილიზებას და მათ მხარეზე გადმოყვანას. მოკლედ ძალიან ბევრ ხელისშემშლელი ფაქტორები აქვს ბოიკოტს და უმეტეს შემთხვევაში, როგორც მკვლევარები ამბობენ, ის უფრო მუშაობს ხელისუფლების სასარგებლოდ. მოკლედ ეს იყო სულ რისი თქმაც მინდოდა. მე ამ ვიდეოს შემდეგ თუ თქვენ მოწევთ, შემიძლია დავდო აი ამ კვლევების სრული ანალიზი და ის ადამიანები, ვინც აი ამ თემებს იკვლევენ და თქვენ თვითონ გაეცნოთ უფრო ძირეულად და უფრო შინაარსიანად ბატონი მეთიუ ფრენკელის კვლევას. გევშვიდობებით.